ყველას დილამ შვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, კარგებო და საყვარლებო. ასეთი არის ხომ ჩემი დილა, რომელიც თქვენს კადრს მიღმარჩება, ხომ დავდივარ, მღერი ვარ, ცეკვა, ვეხუტები ვკოცნი ყველას, ვისაც ეს უყვარს. ხო და როცა კარგად ვარ, ჩემი დილა ყოველთვის არის ხოლმე ასეთი. ეს გადავწყვეტე 10-მივით დაუწნა, ძალიან უყვარს ნაცნავები და იგა გავაგზავნე. გეხოწები მომიტანე თმის სამაგრევით ხო და აჩქარებულ კადრშიც კი უბრალოდ ნახეთ რამდენი ხანი ველოდები აგვი ცეკვები მღერე ვეძახი და როგორც იქნა მოიტანა ხო და გადავწყვეტე რომ ესეთი ფორმატითაც გადავიღო ხოლმე ვიდეოები ანუ მრავალი მხრიდან შეგახედოთ მაქსიმალურად ყველაფრისთვის და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ რა თქმა უნდა მეც და გამიხარდა რომ მოგეწონათ თქვენს ვიცი რომ იდეალურად არ ვასწორებ საწოლს, მაგრამ ჩემი მიზანია რომ უბრალოდ გავასწორო, იმიტომ რომ ჩემი ADHD-ის გამოწლების განმავლობაში საწოლს არ ვასწორებდი ხოლმე და მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად მივდიოდი და ვწვებოდი. ახლა კი როცა ვასწორებ, ჯერ ერთი თვალს მოსწონს და მეორე ერთი არ ვწევარ. Pevas. Ai, temet. Sudi mama. Sudi mama. Tato mama. Ani da didi shoen. Papa didi linda. Try didi baby ani. Sudi mama. Didi lepta mama itone. Chama psi? Mama sudi kai. Kai kai. Mama, ese aquí. Raginda? Suda mama, tsali unda. Unda da agir mogisma. ევას აქვს ეგ მომენტი რომ თუ ცუდად მოიქცა თვითონ გონია რომ ცუდია და ძალიან განიცდის და ასევე ჩვენს მეც რამე რომ არ მოეწონება ხოლმე მეტყვის ხოლმე ცუდი დედა ხარ ანიკას ცუდი მამა ხარ და ხა ვასწავლი რომ ცუდის აქციელი არ უდრის იმას რომ ადამიანი არის ცუდი Wow.
აბა როგორ ბრძანდებით, აბა როგორ ვართ, რაღაცა ზანზე მოთხართ ხო, მოიცათ. ეს. დამშვიდობისა. ეხლა მე დავდგი ყავა. ასე დუღებლად და იმას ვქნათ. ვატუღოთ გემრიელი ყავა. მოგიყვებით ახლა გუშინდელ დღეს, რომელიც არ გადამიღია, სახე ცოტა შემიშრეს, სახეს არ ვიმშრალებ ხოლმე, არ ვიცი რატომ. ესეთი ჩვევა ჩამომიყალიბდა. ხო და მოკლედ გუშინ ესე იგი ძალიან მეძინებოდა და მაგ ხოლმე დღეები, როცა ძალიან მეძინება ხოლმე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მაკლია ხოლმე ძილი. ხო და გუშინაც ესეთი დღე იყო, ძალიან მეძინებოდა. და დილას ადრე ავდექით მზესთან ერთად, მერე გავიქეცით მაღაზიაში როგორც იცით და ეს სათამაშო ვიყიდეთ. მკითხეს სად იყიდებაო და კარფურში იყიდება, აქციაშია. არ ვიცი არასოდეს აქამდე არ მინახავს კარფურში და ეხლა არის. ხო და ისა ვიყიდეთ ეგ მოვედით. მერე საჭმლის გაკეთება ყველაფერი, ანუ როცა ყოველ დღე აკეთებ ამ ყველაფერს, მერე არის რაღაცა მომენტები, რომ ის საერთოდ აქეთ გახედვა რა და ანუ ხო ბავშვები არ იყვნენ რაღაცა და ანუ ეს ვალდებულება რა მაინდა-მაინც რამე მომემზადებინა არ იყო. ხო და ის არაფერი არ გამიკეთებია გუშინ საჭმელი. მე და ევა ვიყავით. რა ვჭამე არც მახსოვს. დილას თქვენთან ერთად აი ეს თხილი ხო ეს სიგარეტი ვჭამე ყავაზე დილას. რენალის გამოგზავნილი სიგარეტი. ხო და ისა ყველი თხილი მერე შუა დღესაც ის გავსინჯე ის იოგურტი რომელიც ძალიან მომეწონა. ხო და მერე ევამ დაიძინა. იქ დივანზე დაიძინე. კი არ იცის თქმა დღისით ძილი არ უყვარს. ანუ იდეა არ უყვარს დღისით ძილის რა არასდროს არ გეტყვის დღისით რომ წავიდეთ და დავიძინო. ანუ მიაჩინო ძილის დრო არის ღამე. ხო და არასდროს არ გეტყვის რომ აი ახლა წავიდეთ და დავიძინოთ რა ან მეძინება რაღაც ეგეთ და თუ ეძინება დაიძინებს იქ დივანზე. ხო და ეგრეც გააკეთა და დაიძინე იმ დივანზე. წამოვიყვანე ძალიან ხშირად დღისით როცა იქ იძინებს რა აქეთ მომყავს. ეღვიძება თუ ძალიან არ ეძინება, ეღვიძება ხოლმე და მე დგება და მიდის, არ ჩერდება. ხო და გუშინ მეც ისე მეძინებოდა და რათა რაღაცას უყურებდი რა და ერთ ვიდეოს უყურებდი და მეორეს კი ქვეშ მთავაზობდა და ისიც მინდოდა მეყურებინა და რო შევხედე რასაც უყურებ ეს 34 წუთიანი იყო და რასაც მთავაზობდა ის 25 წუთიანი და მეთქი ხამდე კი გაიყვიძებს ეს ბავშვი თქო და გადავდე და მეც დავიძინებ და დავიძინე ისე კარგად გამოვიძინე ხალხო აი მე არ ვიცი ამდენი ხანია ეგრე გადავიძინებია მე და ევას ესე გვეძინა 4 საათამდე მე გავიყვიძე უკვე კარგად ვშიოდა ისევ მეზარებოდა აბსოლუტურად ყველაფრის გამზადება, ამიტომ მოვიხარშე 3 ცალი ხინკალი. ერთი ევას მოუხარშე, 3 მე ჩემთვის მოვიხარშე. ხო და ჭამა ხინკალი. რატო? წინაზე იძახდი რა გემრიელია. მართლა? რავი წინაზე იძახდი რა კი კაია რა გემრიელია რა ტყუილად იმას ქნაო. მე ძალიან გემრიელად ჭამე. ხო და ესე მარტო სფერი მიიღო. ხო და ესე შემოკარგებოდა ძვირფასებო, ესეთი დღე გქონდა, მე ძალიან მინდოდა საღამოს ქადეთი გასვლა, ჩავიცვი კიდე შარვალი, ევას ვუთხარი, მეთქი დედა წავიდა. საღამოს შვიდობისა ხალხო, თქვენთვის ვახმოვანებდი ვლოგს, ხო და ისე ლამაზად ჩადიოდა ახზე მინდოდა გამოსვლა, მაგრამ სანამ ეს ვიდეო არ გავახმოვანი და არ გავაკეთე, ვერ ავდექი და ვერ გამოვედი. ხო და რო ავდექი და გამოვედი, მზე აღარ არის. აი ესე ქვაც რაღაცები აქვს ჩართული. მოკლედ ასე. საღამო მშვიდობისა ყველას. ლამაზ საღამო. ვიტყოდი მე არ მინდა არსაც წასვლა, ამასთვისაც მე წასვლა არ უნდა. ფაქტიურად შანსი არ გაქვს, ანუ ძალით ამას ვერსად ვერ წაიყო. ანუ მიჩვეულე ხა მე ჩემშვიდოს ძალით არაფერს არ ვაგეთებინებ. ხო, ანუ ოკეი, არ გინდა თქო და დავჩით სახლში.
ამ დროს ბავშვებიც მოვიდნენ, რუსთავიდან მოიტანეს რაღაცეები. ეხლა ჩაგისვათ რაც. აბა რა მოიტანეს რუსთავიდან ჩეკ. რაიმე რა კაი რაღაცები, აი ეს მიყვარს ძალიან. ჩემ ბავშვობაში იყო ესეთი ვჭამდი ხოლმე და ძალიან მიყვარდა. ნუ ესეც ძალიან მიყვარს, ესენი მონატრებულები. ალერსი მიდის ხილი. შეხმის გავოცე. ეს არის ხაჭაპური. ეს არის ლობიანი. ეს არის Which one like? რომელი გსურს? ნევას ვაბავდი ხა გავიწავიდე. აჰა, ეს ჩავიჭი კიდევ. ეს დედასი მარშმელო. არ მინდა, ოჰო. ეს დედასი. დედას მარშმელო, ვა? ესა? ყველასია. ყველასია? ეს ევასია. ევასია? გასან. გავხსნათ? გასან ფიფა. ფიშა გავხსნათ? ნი ანდროს. კი. ხა გახსოვს უკვე რამდენი იყო უყურეთ? ხოდა ეს მიმაქ ჩემთამდე, იმიტომ რომ ხვალ საერთოდ არაფერი არ იქნება. ამიტომ ეს თითო ჩემი წილი. დავდებ. აი აქ. ეს მაგ bueno. ეს ორი წალიე. სნიკერსი ნახევარი. აი ეს. ხო და მე ვივარჯიშე. რაღაცებს ვარჯიშობ ხოლმე, რაღაცებს ჩემით რა, ანუ სხვა ფეხებისთვის, ხელებისთვის, პრესისთვის, ოღონდ ძალიან ცოტას, იმიტომ რომ ძალიან გაუვარჯიშებელი ორგანიზმი მაქვს და ხა მე ბევრს ვერ ვარჯიშებ და ვარჯიშობ ხოლმე დღე გამოშვებით, იმიტომ რომ მე მткиვა ხოლმე კუნთები და რომ ანუ ვუსმენდი რომ ვიღაც ტრენერს ანუ რუსულ ენოვას TikTok-ზე რომ ანუ ახალი თუ ხარო ძალიან მნიშვნელოვანიაო რომ აღდგესო კუნთიო განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაო და ანუ ყოველდღე არ არის საჭირო კვირაში ორჯერ ან დღე გამოშვებით და მე დღე გამოშვებით იმიტომ ვაკეთებ რომ კვირაში ორჯერ ახლა შეიძლება ვიღაცამ ნახევარი საათი ვარჯიშოს და მე მაგდენის ვარჯიში არ შემიძლია შესაბამისად რაც შემიძლია იმას ვაკეთებ და დღე გამოშვებით ვაკეთებ და სხვა შორს არ მიჭირს დღე გამოშვებით. ანუ მინდა რომ ჯამში ჩემი სხეული ისეთი იყოს, როგორც მე მენდომება რომ იყოს. ანუ ვიზუალურადაც და ჯამრთელობის მხრითაც და ამტანობითაც. და ანუ მინდა რომ აღარ დავანებო თავი. ბევრჯერ დავიწყე და ბევრჯერ დავანებე, მაგრამ სწორედ ეგ არის ხოლმე იმის გარანტი, რომ ერთხელაც აღარ დაანებებ. ხო. ხოლმე მოკლედ აი ესეთი ტკბილი დღე გქონდა გუშინ. დღეს ახლა არის კვირა. ეხა იკა. ჩხილებს იჭრი? ეხა არის კვირა, უნდა მოვიდეს ქალი მოიტანოს ზედამაწნი რომ ახლა ჩვენთან. ხო და მოიტანს იმას ყველს ვიყიდი, მწვანოსაც ვიყიდი. მე დღეს კიდე საპამიდორს ვიყიდი, სალათას გავაკეთებთ. კიდე ის ქათმის ბარკლები რო ვიყიდე, ეგენა მოვამზადო უკვე მესამე დღეა დღეს მიდევს და არ გაფუჭდეს. ბროკოლი მაქვს კიდე და ეგ შემიძლია მოვამზადო კვერცხში ვფიქრობ რომ მოვამზადო. ხო და კიდე მინდა რომ ჩემი მანქანით წავიდე გავიარო და გამოვიარო. დღეს ეს თიგეგმები მაქვს. უი ჩვენთან აქ მაკდონალდსი იხსნებოდა. ეგ ვიდეოც პატარა ფრაგმენტი არ გადამიღია. ერთ საღამოს მე გადავიღე უბრალოდ ვიდეოში არ ჩამისვი. აღარ იხსნება მასე? გაიხსნა უკვე. ანუ ის მე და ანდრია წავედით ქვემოთ ჰუმანას მეორადებში. ეგ პატარა ფრაგმენტი მაქვს გადაღებული, რომ მივდივართ მან და დავინახეთ, რომ ერის თავზე იხსნებოდა ის კარფური მეჩი მაკდონალდსი და რა ვიფიქრე ერთი ალბათ ერთ თვეში ან ორ თვეში გაიხსნა, თქო, იმ ხელა შენობა იყო და ჯერ ნიშნებიც არ ქონდა გაკრული და უკვე 22-ში რომ გამოვიარეთ, უკვე მაკდონალდსის ნიშნებიც მიკრული ქონდა, მაგრამ ჯერ მტვრიანი იყო და აკეთებდნენ და გუშინ ბავშვები რომ მოვიდნენ რუსთავიდან მიითხრეს რომ დედა მაკდონალდსი გაიხსნა. ეხლა წარმოიდგინეთ ფული რო არის საკმარისი ოდენობის და კერძო დაწესებულება რასის სწრაფით კეთდება. პროსტა წარმოიდგინეთ ამ ხელა შენობა რასის სწრაფით გააკეთეს და გაიხსნა. ხალხიო ისხდაო და ჭამდაო და ხვალ წავიდეთ მაკდონალდში. თორნიკე მითხრა გუშინ და შეიძლება დღეს წავიდეთ მაკდონალდში, რომელიც ჩვენგან ორი ფეხის ნაბიჯზე გაიხსნა და რომელშიც შეგვიძლია ფეხით წავიდეთ ხოლმე და შეიძლება დღეს მაკდონალდში წავიდეთ. კი, საკმაოდ ძვირი დამიჯდება, მაგრამ დავქნა. ანუ სულ
ძვირი რაღაცები რომ არ ავიღოთ, მაინც საჭიროა. მოიცა ბონი ერთი თვალი კაცო. არ გამოსთხარო ძაღლ თვალი. ბონი. ბონიჩკა. შენი ლამაზი თვალები, ბონიჩკა. ვой. Что-нибудь приходит, да. ნუ დასცინიღა ჩემ ძაღლს, თორე არ ვიცი. ნუ აჭმევ ჭხილებს. ყველა ძაღლს რატო უყარს ეს ჭხილების ჭამა, არ ვიცი. ბონი ჭხილი არ შეიძლება ბონი. ბონი ჭხილი არ შეიძლება. გადიიგით კაცო. ნათქვამი მაინც მოდი. აიღე მე ეს ჭხილები. დამრჩა. ბონი ჭხილი არ შეიძლება. აუ, ისე მოიჭრის ხოლმე ამ ჭხილებს. სისხლამდე რა. გაშინო? მიდი. ახე. აბა. აა. ღმერთოჩი. ვაი მე ეს ნახეთ ეს. ეხა მარილში უნდა ჩააყოფინო ეს. თვითონ ჩააყოფს ეხლა. ამანებეთ. მე არასდროს არ შემიძლია ეგრე დავიწყებ ჭხილი. ეგეთ სიღრმემდე. ეხლა დავისხარ კოფე. მე მოსადუღებელიც დავდიოთ, მაგრამ ეხლა ეს მინდა. აურაზე მოთხარ. როგორ მიყვარს ესეთი ყავადი, ვასმერთო. ყავს დილამშვიდობისა და კარგი დღე ძირფასებო. დღეს აი ამას ვჭამთ. ეს იცით რას მაგონებს? გავხსნი და გეტყვით. ჩემს ბავშვობაში 90-იანებში ვინ ხართ აბა 90-იანების ბავშვები გამოჩდით იყიდებოდა დაი გახსოვთ 15 თეთრი ღირდა და 2 თავს ყიდულობდი ხოლმე მთელი დღის განმავლობაში ვჭამდი ორი ფენა იყო ბისკვიტი შუაში რაღაც ჯემივით ქონდა და თავზე აი ეს აი ასე ტალღისებურად ქონდა ოდნავ მოსხმული თუ ჩასხმული ესა შოკოლადი ღმერთო როგორ მიყვარდა მაშინ ხო არ იყო ესე მაღაზიები და ისინი და რო გაიხსნა ეს პატარა მარკეტები იქ იყიდებოდა ხოლმე და ვაიმე ვერ წარმოიდგენთ როგორ მიყვარდა ეგ მერე კიდე პიკნიკი იყო ის პეჩენია ორცხობილი ეგ ისე არ მიყვარდა კიდე ესეთი რაღაც ზეფირივით რო იყო მრგვალი შავები შოკოლადი შემოვლებული სამი ცალი რო იყო მაგის სახელი არ მახსოვს კიდე შოკოლადი რომელიც პირველად ძალიან მომეწონა ტოპინგი და დაჟე მაგის ისინი იყო აი ხურდის დასადები მაღაზიებში ეგენი როგორ მახსოვს ღმერთო ჩემო და ეს ამან გამახსენა ძალიან ეს რო დავინახე ეგ ხავს გონია ამას აქ ძალიან ვსვავ მოცოდო აუძაღლიო ჩასვიდი ძირსო ერთმა ქალბატონმა დამიწერა და ეხა გავატანე იკას წაიყვანე იქით შენ ყავლეს მეთქი გამოიქცა და ამოვიდა აქ თავის დამოდი რამდენჯერ ძალიან ჩასვა ამოვა მაინც ამის გარეშე ვერ შეჭამ არ არსებობს დაწერეთ აბა თუ გიყვარდათ დაი რა დედიკო აქ ვარ მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე ხო და ესე ჩემო კარგი ბაძვირფასება
გემრიელია, მაგრამ ბავშვობაში მომწონს და ისე არ მომწონს. რა თქმა უნდა, ბუნებრივიც არის. მე თქია. მე რა იყო? ხა კომენტარები წავიკითხოთ მოდი. გრილი გამოიყენი ბევრად უკეთესია ვიდრე ტაფა. გაჩნიათ ძვირფასო რაში, აი მაგალითად როცა მინდა რომ მოვთუშო ესე დავდგა პირიქით. როცა მინდა რომ მოვთუშო თქვათ ბოსტნეული მე ტაფა მიყვარს, იმიტომ რომ გრილი არა სხვანაირად წოს, მაგრამ ხორცისთვის გრილს ვიყენებ იმისთვის ქვემოთ კომენტარზე მომხდა თვალი და გრილს ვიყენებ ხორცისთვის და თხილეულის მოსახავად. Stargirl. ნინ რომელმა ექიმმა დაგისვა ADHD-ის დიაგნოზი. მეც მიჭირს რუტინული საქმეები, საქმე კი არა ფილმის ყურებაც, საუკუნის ვანდომ, ისე მიჭირს ყურადღების მოკრება. ექიმების უმრავლესობამ დეპრესიის და შფოთვითი აშლობის მეტი არაფერი იცის და სვავენ არასწორ დიაგნოზს. მე ჩემი გენიალური ექიმი მყავს და მაგან დამისვა დიაგნოზი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კარგი ფსიქიატრი ყავს, ოღონდ ამ დიაგნოზს ხალხობს ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი და ფსიქოლოგი არა. ფსიქიატრები სვამენ ამ დიაგნოზს და თუ ფსიქიატრმა დაგისვა დიაგნოზი, რომ გაქვს დეპრესია და შფოთვითი აშლილობა, ესე იგი დეპრესია და შფოთვითი აშლილობა გაქვს, იმიტომ რომ შფოთვითი აშლილობის დროსაც ძნელია ყურადღების მოკრება, მაგრამ ნახე ADHD-ს რა ახასიათებს. მაგალითად, მე მიჭირს ძალიან რაღაცა გავაკეთო, სადაც ჩემი ყურადღების კონცენტრაცია, ანუ ფოკუსი არ არის. ანუ უხეშად რომ ვთქვა, არის რაღაცა, რაც მე არ მაინტერესებს და ამ რაღაცაში მე ძალიან მიჭირს კონცენტრირება. ძალიან მიჭირს და თავს ვაიძულო დავჯდე და ამის კეთება დავიწყო. მაგალითად, თუნდაც აი სკოლაში რა ვთქვა, არის საგნები, არიან ბავშვები, ფრიადოსანი ბავშვები, ყავდა მე კლასში ესწრები, მეც ფრიადოსანი ვიყავ, იმიტომ მოთხოვნა მქონდა სახში, რომ ან ვაფშე არ ხარ და ან ხუთოსანი ხარ. ხო და თუმცა შემინებით არასდროს არ ვიქნებოდი. და მოკლედ ესეთი მოთხოვნა რომ მქონდა, რას ვაკეთებდი და ვსწავლობდი. მაგრამ თქვენ ვერ წარმოვიდგენთ ისე დილას რომ სახში მოვდიოდი, დილას რა შუადღეზე სკოლიდან მოვდიოდი სახში, ვჭამდი, მე ვიყურებდი ფილმს, მე ვკითხავდი წიგნს, მე ამას, მე იმას და ანუ უკვე დაღამდებოდა რომ სხვა გზა რო აღარ იყო, ხვალ სკოლაში უნდა დავსუყე, მაშინ ვიწყებდი ბოტანიკის სწავლას, ან ბიოლოგიის, ან ქიმიის, ან საგნები, რომელიც ჩემი ინტერესის სფერო არ იყო. მაგრამ მაშინ მე მქონდა ნასწავლი ქართული, ისტორია, ანუ საგნები, რომელიც მე მაინტერესებდა, ჰუმანიტარული საგნები. და ამ საგნებში შემეძლო აი ჩავარდნილიყავი. წიგნები, რომელიც ძალიან მაინტერესებდა კითხვა, შემეძლო ერთ დღეში ერთი, აი ესეთი წიგნი 400 გვერდიანი წიგნი წამეკითხა. ეხაც მაგალითად შემიძლია რომ დავჯდე და მთელი დღე ვიდეო გადავიღო, გავაკეთო, ან ვუყურო, ან წავიკითხო, ანუ რაც ჩემი აი ეს არის ADHD-ის ფიშკა, ასე ვთქვათ, რომ რაც არის შენი ყურადღების ცენტრი, რაც შენ გაინტერესებს, იქ აქვს სუპერ ფიქსაცია, ანუ შეგვიძლია მარტო ერთი დღე კი არა, რაოდე? ყოველი დღე გადა. რა არ გვაქვს თე? მე გაიგონე. რა? მე გაიგონე. რა არ გვაქვს თე? მე გაიგონე. დაიღალე? რატო დაიღალე? მამა ეს
უნდა მამას? კნუტი? ვერ იპოვე? ვიპოვოთ? დაგეხმარო? მოდი ვიპოვოთ. მოდი ვიპოვოთ ქათ. ფისოები არა, კნუტები. სად არის კნუტები? სად არის კნუტები? აი კნუტები. აქ არიან ყველა. აი ეს არ არისო. ეგეთი გინდა? არ გაქვს მაგ ფერი? ის ფერი გინდა. აი ეს ფერიც იყო გუში. მამა მე რა უყიდევას? აი მე რა ის კი. დედა. ბაიაშვილი ყავს მუცელში. Yes, mami თამი, დედა მუცელი. კი. კოტი ექიმი ამოიყვანს მუცლიდან. იქ მუცლიდან მე კი არა მომაყვარინა ის კნუტები, კოტის ამოყვანა შენ ექიმი ხარო. ახლა და ახალი კნუტი მოითხოვა. მამამ. კატა. დედა კატა. მოდი. ხო, ასე რომ თუ შფოთვითი აშლობა გაქვს, რომელიც ყურადღების გაფანტას იწვევს, ეგ სხვა არის. მე მაგალითად ფილმის ყურებას ერთხელ არ ვაგდობებ არასდროს. ვიოლანინი, იყიდე ჭურჭლის საერთოდ მანქანა. შეგემსუბუქებ შრომას იმდენი ჭურჭელს ერთხელ გიწევს. სიამოვნებით ვიყიდით ძირფას, მაგრამ მე განმადებას არ მიკეთებენ. ხო. რა ვიკასაც არ გაუკეთეს, ტაქსისტებს ხო უკეთებენ ხოლმე. მაშინ ახალი დაწყებული ქონა შეიძლება, მაგიტო არ ვიცი და განმადებას არ გუკეთებენ, აი ისე კიდე რომ მოაგროვა, დრო უნდა. ახლა ბევრს ვერ გადავდებ მე. და ეგ მინდა. ნინო ბლოგის ფორმატიც მომეწონაო. მიხარია რომ მოგწონთ ეგ ფორმატი, იმიტომ რომ მეც მომწონს. იცით რა არის? მინდა ხოლმე მაქსიმალურად გამოვცე ჩემი დღე, ჩემი სული და ასევე ჩემი სხეული. ანუ ჩემი დღე. და აი ასე როცა გელაპარაკებით დილის ბლოგში, გამოვცევ ხოლმე ჩემს სულს, ჩემს აზრებს. ანუ სულს და გონებას. და იქ ჩემს დღეს გაჩვენებთ ხოლმე კარგად. თან დიდი ვიდეოებია ხოლმე, სადღაც 1 საათიანია ხოლმე და მე გამოდის ესე 20 წუთი, 30 წუთი შენელებული, აჩქარებული. ხო და თუმცა გაცილებით მეტ დროს მოითხოვს გაკეთებას. იმიტომ რომ ჯერ ხომ უნდა გადაიღო ეს ამხელა მასალა. მერე ხო უნდა აჩქარო ეს ყველაფერი, ხმა დაურეგულირო. მერე უნდა ჩაიწერო დამატებით ხმა, ანუ გაახმოვანო. უფრო რთულია. მაგრამ მომწონს, საინტერესო და მასეთი ბლოგები გვექნება ხოლმე აუცილებლად. არის ადიყიეთ, მარიამ მეუნება ეკატებიო. კარფურში ძვირფასო. დაუწერ იქნება ეს ვიდეო ვერ ნახოს. მანანა ევა პატარა საყვარელია, ისე მანანი ჯანმრთელობას გისურვებ ყოველთვის. გახარებული და ბედნიერი ყავი შენ შვილებთან და ოჯახთან ერთად. მადლობა ჩემო საყვარელო. გუნელ, გიუნელ, ეს არ მახსოვს ეს ნიკი. ასეთი ვიდეოები უფრო საინტერესოა, ხომ არ შეიძლება ყოველ დღე დადო. რა მაგარია, მოგეწონათ. მარიამ ნინი ლამაზო, კარგი გოგო ხარ, კარგი ადამიანი ხარ, ძალიან მომწონს. შენ ვიდეოს ყურება ყოჩახი ხარ, გიყურებ ყოველთვის ძალიან მიყვარხარ. მადლობა საყვარელო. მარიამ მიყვარხარო. ლელა. ევას ვერ გავამტყუებ, მეც ისე
მომეწონა ეპიზოდები დიდი სიამოვნებით ვითამაშები და ყველანაირ ფერს მოვინდომდი თან რა კარგი თამაში ის ისევ ჭკვიანი და ნიჭიერი გოგოა. ხო. აი, ახლა ვიცოდი გუშინ რომ დღეს ამას მოითხოვდა. მას ზუსტად ვიცოდი. ლელუმ კარგად მზიანმა ამინდებმა განწყობა ამიმაღლა მიყვარს დაფული ბედნიერი დღე საყვარელო მიყვარხარ მე ძალიან მიყვარხარ ძირბასო კარგ დღეს გისურვებთ ყველას. ხო მზიანი ამინდები და ზაფხული ძალიან ამაღლებს და რაღაც ისეთ თავგადასავლების განწყობა მოაქვს. სოფო აუ ევარა საყვარელი ხარ გოგონა. მალენაევა ძალიან საყვარელია პატარა გოგო. ეთო შენ და შენი თლიანი ოჯახია და გულები დამიხატა. მიყვარხართო ირმა ლამაზი დღე ჩემო ლამაზებო. როგორი კარგი აივანი გაქვთ ბაბი. ლელა ადგილმშვიდობისა ჩემო მშვენიერო ბედნიერი დღე შენ თბილი მოსალმობა ხალხის მიმართ ძალიან მithობს გულს და მიყვარს დიდიდანვე პოზიტივი შემოგაქვს ჩვენთვის. აი მე როგორ მიხარია ჩემო ძვირფასო ძალიან მიხარია. თუ მასეა ძალიან მიხარია. იმიტომ რომ ნამდვილად მინდა და მაქვს ეგ სურვილი რომ ადამიანები სულ პოზიტივი გქონდეს და სულ რაღაცა დადებითად ვიყოთ განწყობილი ცხოვრების მიმართ, იმის მიმართ რაც ხდება ჩვენში, ჩვენს თავს, ჩვენს გარშემო და ყველაფერს უყუროთ არა შავი, არამედ ესე ფერადი თვალებით, ანუ ლინზებით და თუ კი ჩემი მოსალმება რაღაცა პატარა ცვლის, ეს ძალიან მიხარია და მაბედნიერებს. დილამშვიდობისა ყველას და ყველას გისურვებთ კარგ დღეს. თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, მიყვარხართ, კოცნით და დღეს იქნება ვიდეოები.